მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მე გასწავლით, როგორ შევქმნათ PowerPoint-ში პატარა მინი ანიმაციები. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ესეთი ჩვეულებრივი ცარიელი, სადაც წარწერის ღილაკიც არა აქვს. შემდეგ გადავდივართ insert-ში ან draw-ში, როგორც თქვენ გინდათ. თუ დახატავთ შედარებით უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მე ხო დაგემ მზა პროდუქტებს როგორ გავაკეთოთ პატარა ანიმაცია. შევდივართ 3D მოდელში, შემდეგ stock 3D მოდელს და დაველოდოთ. ან შეიძლება პირდაპირ ორბიტი გააკეთოთ, მაგასაც გაჩვენოთ ორბიტი. აიკონში შეხვალთ. აი, ესაა. აიკონში როგორც კი შეხვალთ, უნდა დაწეროთ main ბავშვი, რაც თქვენ გინდათ მოკლედ. აი, მაგალითად ეს მინდა, ხო? აი, ამას დავწერ და აქ ამომიგდებს ასე. კარგი. ეს დეისინგერი არ გინდა. გავადიდოთ ცოტა. კარგი. ახლა კი რა უნდა ვქნათ? ახლა შევდივართ animation-ში და ჩამოვდივართ სულ ქვემოთ. ახლა კი ეს ავწიოთ და აი ამას ხო ხედავთ შეგვიჩვენებს. გადმოვიტანოთ აქ. ცოტა გამოვწიოთ. და ასე. ახლა კიდე previous მიცეთ. აი როგორც ხედავთ, გამოიყვანა ბავშვი. აქეთ. აი ახლა ჩვეულებრივად ვაღარაფერს აღარ ვაკეთებ. დავაჭერთ ამას პრეზენტაციის ფოლდერს, რაც არის. გადაგვიყვანს პრეზენტაციის რეჟიმში და როგორც კი დავაჭერთ space, მაშინ რაღაც მოძრაობას გააკეთებთ. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი პატარა ანიმაცია გამოვიდა. კარგი, ახლა კი გაჩვენებ შედარებით უფრო თუ ფორმას. აი დავხატოთ ბურთი. და ახლა ამასაც ვიწყებთ ანიმაცია, მაგრამ ეს შედარებით არის რთული. რადგან მხოლოდ სლაიდზე შეგიძლიათ ანიმაციის მიცემა. და არა ამ ნახატზე ასე ვთქვათ. კარგი, მოკლედ ამას როცა ერთად მონიშნავთ, ის გახდება ერთიანი. შემდეგ რულერით შეგიძლიათ გაზომოთ საღარდავით და ink play გავუკეთოთ. აი როგორ დაიხაზა. ანუ შეიძლება რომ ამით გამოვიდეს პატარა ანიმაცია რა. მაგრამ თუ არ გინდათ, ყოველ თქვენ გასწვდია რომ ეს აიცეთ, მე ვართ ისეთი უფრო მიადვილდება. ну, პირველი გაკვეთილი უკვე დასრულს მივახოლ და თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და დაველოდეთ